ეს არის სნოს სკოლა, რომელშიც პატრიარქი ილია მეორე რამდენიმე წელი სწავლობდა. პატრიარქს უთხოვია, რომ ეს სკოლა თავისი სახით აღდგენილიყო. წარმოიდგინეთ, სკოლა არის 120 წლის და ნაშენია ძველი მეთოდით. თითქმის 1 მეტრის სისქე კედლები აქვს ამ სკოლას. ხო და 2 წლის წინ უნდათ ამ სკოლის აღდგენა. სამინისტრომ გამოყო 2,2 მილიონი ლარი მის აღსადგენად, აი ესეთი პროექტიც არსებობდა, როგორც ფოტოზე ხედავთ და ითვალისწინებდნენ ვითომ ილია მეორის თხოვნას და აღადგენდნენ ძველი სახით. მაგრამ 2 წელიწადი გავიდა, აი ამ მდგომარეობამდე მიიყვანეს, ბავშვები სხვა სკოლაში დროებით გადაიყვანეს, თუმცა დღემდე არაფერი გაკეთებულა. და ახლა რა აღმოჩნდა? აღმოჩნდა, რომ ამ სკოლას საერთოდ დაანგრევა. ეს 2,2 მილიონი კომპანიამ, რომელმაც აიღო, იმას უკვე 150 მილიონი აქვს გამოყოფილი და დახარჯული სხვა პროექტებზე და მიმდინარე 50 მილიონ ლარამდე აქვს კიდე გამოყოფილი მიმდინარე პროექტებზე. ხო და მოკლედ ეს სკოლა ეხლა უნდა დაინგრეს. სად წავა ეს 2,2 მილიონი ან სად წავიდა ამ 2 წლის განმავლობაში რასაკეთებდნენ არავინ არ იცის და პატრიარქის ძველი სკოლა უნდა დაანგრიონ. აი ეს არის ქართული ოცნების მმართველობის კლასიკური სახე. ყველაფერი არის კორუფციაში ჩაფლული, მილიონობით ლარები რაში იფანდება ღმერთმა იცის და ამაზე პასუხისმგებელიც არავინ არის. თუმცა ჩვენ ამას აუცილებლად შევცვლით.